სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთოს, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ 51 ნაწილს მალე დავამთავრებთ, ალბათ იმედია დღეს, რომელიც 2001 წლის 18 ნოემბრის იქნა ჩაწერილი. შემდეგ კითხვა ეხება უფლის ტრაპეზთან მისვლას, იცით ზიარება, რომელიც განსხვავდება იმ ზიარებისაგან, რასაც მართლმადიდებლები აკეთებენ, კათოლიკეები აკეთებენ. ეს არის უბრალოდ გახსენება, პირდაპირ გაგებით, აქ არაფერი სასწაულებრივი აქტი არ არის. მე ხლა გიყვებით არა მარტო ჩემს გაგებას ამაზე, თუ რას ფიქრობ ჯონ მაკარტური, ვისთანაც თქვენ გაქვთ საქმე და ვისგანაც ისმენთ, ხომ? და ასევე ძალიან ბევრი პროტესტანტები, რომლებიც ამას არ ანიჭებენ საკრალურ, ანუ სასწაულებრივ მნიშვნელობას, თითქოს და აქ სხეული გადაიქცევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგრამ ეს არის სერიოზული, დავარქვათ მას რიტუალი, გახსენება, რომელიც ქრისტიანებს იესო ქრისტემ დაუბარა და რომლებსაც აკეთებენ ზოგჯერ თვეში ერთხელ, ზოგჯერ სამ თვეში ერთხელ, გააჩნია ეკლესიებს, ზოგმა შეიძლება უფრო ხშირადაც, მაგრამ ეს არის წმინდად გახსენება, მაგრამ გახსენება ანიშნავს, რომ ჩვენ ამას რაღაცა ბანალურად ან გაცვეთილად მივდგეთ, რომელ სიტყვასაც შემდეგ იხმარს, ტრივიალურს, ესეც სიტყვას იხმარს ბატონი ჯონი და ქართულშიც გადმოვიდა ეს უცხოური სიტყვა, გუშინ ამ სიტყვებზე ქონდა საუბარი და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, თუ თარგმანში მომეცა ეს საშუალება, რომ გადმოვიდეს უცხოური სიტყვა და ჩავიხედე, რომ ქართულ უცხო სიტყვათა ლექსიკონში ეს ქართულში არის დატოვებული და ამას აქვს განმარტება, მე მოგაწოდოთ ხოლმე ამის განმარტება. ესე რომ თუ ჩვენ ამ აქტს მიუდგებით გულგრილად, მოდი ვთქვათ ესე, არა რწმენით, არა გულწრფელობით, ის ხდება გაცვეთილი. ანუ გადადის ისეთ რაღაცა რიტუალში, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მით უმეტეს თუ ყველა მხედველია იესო და გვიყურებს ჩვენ და ხედავს ყოველ აქტში, ხო? და აქაც როცა მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სასწაულებრივი აქტი არ იყოს, მას ხო არ მოეწონება ეს და ჩვენი სინდისიც დაგვადანაშაულებს. აი ამაზე ლაპარაკი, ესე იგი, რა უნდა იქნას გათვალისწინებული? მე ესე დავარქვი, როცა უფლის ტრაპეზთან მივდივართ, რა უნდა იყოს გათვალისწინებული? ან რა უნდა იქნას გათვალისწინებული, ხო? და მოიყვანილი იყო ებრაელთა მეათე თავი და მე მივაგენი იმ მუხლებს, რომლებიც ამას გულისხმობდა, მე მგონი ბატონმა რიჩარდ ლანდმა რო დასვა, ხო? ასე რომ მოდით მოусმინოთ ახლა რა უნდა იყოს რა უნდა იქნას გათვალისწინებული. უფრო ჯობია მე მგონი. დიახ, მოდით მოусმინოთ რიჩარდ ლანდს. სალამი ჯონ, მე რიჩარდ ლანდი ვარ. მე მაქვს კითხვა უფლის ტრაპეზთან დაკავშირებით. დღესილი თქვენ ახსენეთ ადამიანი, რომელიც შესაძლოა არ იყოს მონათლული და მან არ გაიზიაროს უფლის ტრაპეზიო. ჩვენ გვაქვს გაფრთხილება, რომ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და შემდეგ არის გაფრთხილება, რომ დავაფასოთ უფლის სხეული სწორად. ან შევაფასოთ, ან მოვეკიდოთ ხო უფლის სხეულს სწორად. დღესაღამოს თქვენ ახსენეთ ებრაელთა მიმართ წერილის მეათე თავი და მე მოვიყვან იმ მუხლებს, რომელიც მე მგონი ჯონ მაკარტურმა იგულისხმა და აქცენტი გააკეთა. ახლა მთლიანად შეიძლება ამას ეხებოდეს, მაგრამ განსაკუთრებით ეს იყო 26 მუხლიდან. ვინაიდან თუ კლავ ნეფსით ცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისათვის. არამედ განკითხვისათვის შემაწუნებელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისათვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი. თუ კი ვინმე მოსეს რჯულის უარყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით შეუწყალებლად ისჯებოდა სიკვდილით, როგორ ფიქრობთ, რაუდენ უფრო მძიმე საჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელაძე ღვთისა, წმინდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განწმინდა და შეურაცხყოფს მადლის სულს? რადგან ვიცნობთ ამ სიტყვის თქმელს, მე მეკუთვნის შურისგება და სამაგიეროს მიზღვა და კიდევ განიკითხავს უფალი თავის ხალხს. შემარწმუნებელია ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა. ეს მთავრდება ეს ნაწილი 31 და მე გადადის სხვა თემაზე. მე მგონი პავლე მოციქული ჯონ მაკარტური ხლა არ იზიარებს ამას, მაგრამ მე მაგალითად ვიზიარებ იმ აზრს, რაც ბატონმა თეოფილიმ თქვა ბევრმა სხვამაც, რომ ეს პავლეს დაწერილია ეს წერილიც. აშკარა მითითება ამაზე არ არის, მაგრამ დიდი ის ვარაუდის, როგორც ფსალმუნები, ზოგ ფსალმუნში წერია, რომ დავითმა დაწერა და ზოგი არ არის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დავითის ფსალმუნებია.
და აგრძელებს ბატონი რიჩარდი. ხანდახან გამიგია რომ ადამიანი ამბობს რომ მან არ მიიღო ზიარება, ან არ მიიღო მონაწილეობა ზიარებაში, რადგან ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე არ იყო მის ცხოვრებაში და სურდა ამის გამოსწორება ჯერ, ან სურდა რაღაცის გაკეთება. სხვები ამბობენ რომ ჩვენ საკუთარ თავს იმიტომ ვიკვლევთ რომ ვიყოთ რაც შეიძლება გულწრფელები ჩვენი ცოდვის მიმართ. მაგრამ სანამ ასე აღიარეთ, მაშინ ჩვენ ყველანი აბსოლუტურად ცდილობთ რომ გამოვასწოროთ რაც შეგვიძლია. და არ შეგვიძლია ასევე მთლიანად მორალური სიწრფელის თუ სიწმინდის მოპოვება ზიარების მიღებამდეო. ესმით მაქსიმალურად რომ ყველაფერი გამოსწორებული იყოს. შეგიძლიათ როგორღაც ამაზე გვესაუბროთ? დიახ, ძალიან კარგი კითხვა რიჩარდ და მე ვიტყოდი ამას. რაზეც შეგიძლიათ გააკეთოთ და რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, გააკეთეთ. აუცილებლად გამოასწორეთ სანამდე ტრაპეზთან მიხვალთ. თუ შეგიძლიათ რაიმე გამოსწორება, გააკეთეთ ეს. არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება არ გჭირდებოდეთ. უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ არასწორის კეთება. თუ რამე ხედავთ რომ თქვენ ცხოვრებაში არასწორს აკეთებთ. მაგრამ როდესაც არის რაღაცა, რისი გამოსწორება შესაძლებელია, მაგალითად, შეგიძლიათ ურთიერთობის აღდგენა და გახსოვთ ხომ, იესოც ამბობს ამაზე, სანადე მიხვალ სამსხვილოსთან, წადი შენ ძმას შეურიგდი და მერე მოდი და სხვათვის შეწირეო. აი ეს შეიძლება რომ გამოასწოროთ. და ეხლა რიჩარდ ეუნება რაც შეეხება გაფრთხილებას უფლის ადეკვატურად სხეულის არ განსჯასთან დაკავშირებით, არ შესაბამისად შეფასებასთან შეკავშირებით. ამაზე რა სიტყოდით? დიახ, ვფიქრობ რომ ეს არის იდეა, რომ თუ იცით, რომ არსებობს რაიმე დარღვევა, რაიმე გადაცდომა, რომლის გამოსწორება შეგიძლიათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ და რაც სწორი არის, ან მორჩილების რაიმე აქტი, მაგალითად, თქვენ არ გამოიჩინეთ შესაბამისი მორჩილება. ასევე ნათლობა, ესაც მორჩილების აქტია, ხო? თქვენ თუ არ ახართ მონათლული და მიდიხართ ესე, ეს არაგულწრფელობაა, ხომ? ესე იგი, ჯერ უნდა მოინათლოს ადამიანი, ნათლობა მიიღოს და მერე მიიღოს უკვე ამ ტრაპეზში, ანუ იესო ქრისტესთან მოზიარობაში, ხომ? რაც მან დაგვიბარა გასახსენებლად. თუ არ ხართ მონათლული და ეზიარებით უფალს, ხომ, არ იქნება სწორი. ან ვინმეს მიმართ რაიმე შეურაცხყოფა გაქვთ მიყენებული და შეგიძლიათ მიხვიდეთ და მათ პატიებას თხოვოთ. მათ წინააღმდეგ რაღაცა გაქვთ ჩადენილი. შეგიძლიათ წახვიდეთ და გამოასწოროთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ამას არ გააკეთებთ, გარკვეულწილად თქვენ ტრივიალურს გახდით ამ რიტუალს, ამ აქტს. ტრივიალიზაციას გაუკეთებთ უფლის ტრაპეზს. და ამაში შეიძლება მერე უკვე თქვენ მიიღოთ გარკვეული სასჯელიც, ხომ? რაზეც ლაპარაკი იყო ამ ებრაელთა წერილში. ანუ ღმერთს ეს არ მოეწონოს ეს აქტი და თქვენში უკვე მოხდეს რაღაცა შესწორება ან ჩასწორება და რაღაცა უკვე თქვენ ამის გამო პატარა სასჯელიც დაიმსახუროთ. ამაზე ლაპარაკი. ესე იგი, როგორც გითხარით, ტრივიალური ის არის უფერული, გაცვეთილი, ბანალური, ანუ რომელიც გადადის უკვე ხომ იცით რაღაცა უკვე ისეთ რიტუალში, რომელსაც არ ახლავს გულწრფელობა და რაღაცა იტყუებ კიდევაც თავს, ხომ? აი ამაზეა ლაპარაკი. მადლობთ კითხვისათვის და მადლობთ პასუხისათვის, ჯონ.